ეს არის მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო საჩივარი. დღეს მას წარვადგეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვინაიდან პროცედურულად სააპელაციო საჩივარი უნდა მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარიამ და შემდგომ მოხდება მისი ტექნიკურად მიწოდება გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის და რა თქმა უნდა შემდგომი ეტაპი იქნება უკვე ღია სასამართლოს ხდომები ზეპირი მოსმენით, რომელიც უნდა დაინიშნოს და განიხილოს უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩვენს მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს. ჩვენ ვასაჩივრებთ იმ გამამტყუნებელ განაჩენს, რომლის საფუძველზეც ზია დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის ნაწილით. დღევანდელი ჩვენი სააპელაციო საჩივრის წარდგენა მიზნად ისახავს პირველ რიგში პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის იმ დაუსაბუთებელ პოზიციაზე და არგუმენტაციაზე ჩვენი მოსაზრებების წარდგენას და ცხადია ჩვენი ასე ვთქვათ საჩივარი არის მოცულობითი და აბსოლუტურად მოიცავს ყველა იმ კონკრეტულ დეტალს და ნიუანსს, რომელიც არის საქმეში მნიშვნელოვანი სამწუხაროდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში, რომელსაც იგი ასე ვთქვათ, სადაც იგი მსჯელობს არგუმენტაციაზე, ფაქტობრივად არ არის კრიტიკული შემფასებელი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მაშინ როდესაც სასამართლოს როლი და ფუნქცია არის ის, რომ პირველ რიგში შეაფასოს ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად და კანონთან შესაბამისობაში მისი დასაბუთებლობის სტანდარტით და მისი ასე ვთქვათ გაზიარების ნაწილი უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან. სამწუხაროდ ჩვენ ამ შემთხვევაში ვნახეთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო არათუ ნეიტრალური პოზიციიდან შემფასებელი და მართლმსაჯულების განმახორციელებელი, არამედ იგი ფაქტობრივად წარმოგვიჩნდა როგორც ბრალდების მხარე, ვინაიდან არც ერთი მოწმის ჩვენება, პოლიციელის ჩვენებები არ შეუფასებია ასე ვთქვათ კრიტიკულად, არ უმსჯელია ამ მტკიცებულებების ასე ვთქვათ სანდოობის გაზიარების გარემოებებზე. ფაქტობრივად ყველა მოწმის ჩვენება, ყველა მოსაზრება ორ ბრალდების მხარის და პროკურატურის მხარის გაიზიარა ისე, რომ ჩვენი მხრიდან საპირისპირო პოზიციის შეპირისპირება არ განიხილავს და არ შეუფასებია. სასამართლომ ფაქტობრივად გადმოაკოპირა ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, მოწმეთა ჩვენებებიც ასე ვთქვათ იყო სიტყვასიტყვით გადმოტანილი და არ იყო ამ ჩვენებების მტკიცებულებების სანდოობის რელევანტურობის შეფასება ასე ვთქვათ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით. ჩვენ შემთხვევაში სასამართლო მხოლოდ შაბლონურად ასე ვთქვათ არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, არ მსჯელობს დაცვის მხარის მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილზე. ეს არ გაზიარება, როგორ გითხრათ, პროფესიულად არ ჭირდება მას ზედმეტი პროფესიული, ასე ვთქვათ, ძალისხმევა, ნებისმიერ პროფესიით მქონე ადამიანს შეუძლია, მაგრამ იურისპრუდენციის ნაწილში მოსამართლის გონიერება, პროფესიული ხაზი, მისი ასე ვთქვათ, მთელი ასე ვთქვათ, სიმძიმის ცენტრი მოსამართლეზე სწორედ აქ გადის, რომ მან ყველა მტკიცებულება, იგივე დაცვის მხარის მტკიცებულებას უნდა შეაფასოს, რა თქმა უნდა, კრიტიკულად, რელევანტურად საქმესთან მიმართებით, მაგრამ ეს ნაწილი არ არის სწორედ, ანუ დაცვის მხარის მტკიცებულებებზე სასამართლო ვერ იმსჯელა არსებითად, ამას რა თქმა უნდა აქვს თავისი არგუმენტაცია, ანუ მსჯელობის ნაწილში თუ შევიდოდა სასამართლო, აი მაგალითად, რატო დაირღვა მზიას დაცვის უფლება მისი დაკავების დროს, ამ ნაწილში თუ შევიდოდა სასამართლოს არ ექნებოდა არგუმენტი, ვერ ითხოვდა ის, რომ ასე ვთქვათ, ადვოკატების არ დაშვება, რით იყო გამართლებული, ამას სასამართლო ვერ შეაფასებდა. ვერც შიდა კანონმდებლობის სტანდარტით და ვერც საერთაშორისო სტანდარტით. ამიტომ ეს ნაწილი საერთოდ ასე ვთქვათ შეფასების მიღმა დატოვა და ასეთივე შეფასების მიღმა დატოვა ბევრი ჩვენი მტკიცებულება. და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სააპელაციო საჩივარი პირველ რიგში ბრალდების ხარის მტკიცებულებებთან დაყრდნობითაც თუ იქნებოდა გამოკვლეული და დაცვის მხარე ერთ მტკიცებულებასაც არ მიიტანდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაინც ვერ იქნებოდა სასამართლო, ასე ვთქვათ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ასე ვთქვათ შესაძლებლობა მას მაინც ვერ ექნებოდა. ამიტომ ეს ყველაფერი რო გავაერთიანოთ და შემაჯამებელი არგუმენტი თქვა და განვიხილოთ, დაცვის ბრალდების მხარის ასე ვთქვათ მტკიცება
იმდენად უსაფუძვლო და იმდენად არარელევანტური იყო, რომ გამომწყნებელი განაჩენი არათუ გადაკვალიფიცირება, გამომწყნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა ცხადია სასამართლოს არ ქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო საკუთარი ანუ ვერ დაიკავა საკუთარი თავი მოწოდების სიმაღლეზე, სამწუხაროდ გაყდა გარკვეული პოლიტიკური თუ სამართლებრივი გავლენების ზემოქმედების ქვეშ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეხლა რაც შეეხება დაცვის ხარის პოზიციას, მე ვფიქრობ, აპელაციაში უკვე კოლეგიური შემადგენლობა, იქ საუბარი მაქვს სამი მოსამართლის ჩართულობაზე, იმეც ვიტოვებ და ცხადია ახლა ეს სააპელაციო საჩივრის წარდგენაც ამის მოცემულობა არის, რომ ჩვენ მაინც ვფიქრობთ და ვიტოვებთ იმეც, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლო გარკვეულწილად გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, დაუბრუნოს საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ნდობა და ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ იმ ფონზე, რომ ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ცხადია ყველამ დაინახა, სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი მტკიცებულებები, ჩვენი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გამოასწოროს მისმე დაშვებული შეცდომა და მიიღოს გამომართლებელი განაჩენი.